თეთრები თამაშობენ მორფი და შავებით კონსულტანტები არიან. პირველმა დაიწყეს E4, E5, მხედარი F3, D6, D4 და შავებმა პაიკის მოყოლის მაგივრად ითამაშეს Q, G4. D-E დაარტყა მორფიმ, Q3, ლაზერი F3, D-E. Q4, მხედარი F6, ლაზერი D3, ლაზერი E7 და ამ პოზიციაში თეთრებმა იმის მაგივრად რომ ავეყანოთ პაიკი B7-ზე ითამაშეს მხედარი C3, რადგან ლაზერი B7-ის შემდეგ იყო ლაზერი B4-ის სვლა, რის შედეგადაც ლაზერები იცვლებოდა და მორფის ეს არ მოეწონა, რადგან შავების ფიგურები ჩაკეტილი იყო, ამიტომ გადაწყვიტა კონცენტრაცია შეტევაზე გაემახვილებინა. მხედარი C3-ის შემდეგ ლაზერი B4-ის შემდეგ ქიში აღარ არის და თეთრებს შეუძლიათ Q7 უბრალოდ პაიკი აიყვანონ. კონსულტანტებმა ითამაშეს C6, დაიწვეს პაიკი B7-ზე, რადგან ლაზერი B7-ის შემდეგ ლაზერი B4 ქიში აღარ იყო. მორფიმ ითამაშა Q5, დაალყა მხედარი ლაზიერთან და ახლა ემზადება გრძელი როქისთვის, რათა შეტევა განახორციელოს. შავებმა ამ პოზიციაში ითამაშეს B5, რადგან სხვა ვერაფერი მონახეს ფიგურების განსხვავებლად, რადგან მხედარი D7-ზე, B7-ზე უბრალოდ იკარგებოდა პაიკი. და ამ პოზიციაში თეთრებმა მორფიმ შეწირა მხედარი ძლიერი სვლა, მხედარი პლუს B5, CB პასუხეს UB5, მხედარი D7. გრძელი როქი უტევს დაბმულ მხედარს და შავებმა ითამაშეს ეტლი D8, დაიწვეს მხედარი, მაგრამ შავები სრულიად ჩაკეტილები არიან. ეტლი პლუს D7, ძლიერი სვლა, ამ პოზიციაში შავებს შეუძლიათ მხოლოდ ერთადერთი სვლა ითამაშონ ეტლი D7, ეტლი D1, ლაზერი E6 და პლუს D7. მხედარი D7-ის შემდეგ თეთრებმა დაამთავრეს თამაში ლაზერი B8. ლაზერი B8-ის შემდეგ შავები იძულებული არიან აიყვანონ ლაზერი, რის შედეგადაც იღება შამათი, ეტლი D8 შამათი.